ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო. თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ სამი უმთავრესი ქრისტიანული სათნოება. რწმენა, სასოება და სიყვარული. ამ სათნოებების შესახებ მეტად მოსახერხებელია საუბარი იმ სახარების მიხედვით, რომელიც იკითხება სულთმოფენობიდან 23 შვიდეულის საკვირაო წირვაზე. როგორც წინა საუბრისას ვახსენეთ, გასული კვირის სახარების განმარტების წინ, რომ არის ხშირად რიგი საკითხავებისა სულთმოფენობის კვირეების მიხედვით, რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა კალენდარს და ამჯერადაც კალენდრით არის 23 კვირა, 23 შვიდეული და 23 საკვირაო წირვის სახარება, ხოლო რიგის მიხედვით საეკლესიო საღვთისმსახურო წლიური ღვთისმსახურების ციკლის შესაბამისად არის 24 შვიდეულის საკვირაო სახარება. მაშასე ეს სახარება არის სახარება ლუკასი მერვე თავის 51-დან 56 მუხლების ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. და აჰა ესერა მოვიდა კაცი და სახელი მისი იაიროს და ესე მთავარი იყო შესაკრებელისა და დავარდა ფერხთა თანა იესოსთან და ევედრებოდა მას, რაითა შევიდეს სახლსა მისა. რამე თუ ასული მარტო ესვა მას, რომელი იყო 12 წლის და იგი მოკვდებოდა და მისვლასა მას მისსა ერი იგი შეკრებებოდა მისა. და იყო ვინმე დედაკაცი წყაროითა სისხლისაითა 12 წლითგან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა და ვერვის განეკურნა. და მოვიდა ზურგით კერძო და შეეხო ფესუსა სამოსლისა მისისა და მეხსეულად დასხრა წყარო იგი სისხლისა მისისა. და თქვა იესო, ვინ შემახო მე? და ვითარცა უვარყოფთეს ყოველნი, რქუა პეტრე და მისთანათა. მოძღვარ, ერნი გარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ და შენ იტყვი, ვინ შემახო მე? ხოლო იესო რქუა, შე ვინმე მახო მე, რამე თუ მე ვცან ძალი განსული ჩემგან. და იხილა რა დედაკაცმან რამე თუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეურდა მას და რომლისა ბრალისათვის შეახო უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა და ვითარ იგი მეხსეულად განიკურნა. ხოლო იესო რქუა მას, ნუ გეშინი ნასულო, სარწმუნოება მან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე შვიდობით. და ვითარ იგი ეტყო და ოდენ მოვინმე ვიდა შესაკრებელის მთავრისა, მის და რქუა მას, ვითარმე ასული შენი მოკვდა, ნუ დააშრობ მოძღვარსა. ხოლო იესოს ვითარცა ესმა რქუა მას, ნუ გეშინინ განარწმენინ და ცხონდეს იგი. და ვითარცა მოვიდა იესო სახლსა მას, არავინ უტევა შესვლად მისთანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე. და მამაი და დედაი მის ყრმისა. სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს, ხოლო იესო რქუა მათ, ნუ სტირთ, რამე თუ ყრმაეგე არა მომკვდარარს, არამედ ზინავს. ხოლო იგინი ბასრობდეს მას, უწყოდეს რამე თუ მომკვდარ იყო. და თავად მან გამოასხა ყოველი და უპყრა ხელი ყრმისა მის და ხმა უყო ყრმაო აღდეკ. და მოიქცა სული მისი და მეხსეულად აღდგა და უბძანა რაითა სენ მას ჭამადი. და განუკვირდებოდა მამა დედათა მისთა, ხოლო თავად მან ამცნობად, რაითა არავის უთხრან საქმე იგი.
პირველის ყოვლისა აი რაც ნიშნავს პირველ შემთხვევაში აი ორი სასწაული ვიხილეთ, ამბავი მოვისმინეთ იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული. აი პირველ სასწაულთან დაკავშირებით აი რა სად ჩანს რაში ვლინდება სარწმუნოება პიროვნებისა, ამ შემთხვევაში სინაგოგის შესაკრებელის, იუდეველთა შესაკრებელის, ანუ სინაგოგის მთავრისა, ხელმძღვანელისა და სად ჩანს მისი სასოება და სად ჩანს მისი სიყვარული. აი ეს სამი სათნოება. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სარწმუნოება ჩანს იქიდან, რომ ელიტარულ ფენაში მღვდელმთავრები, სინედრიონის წევრები, ფარისეველთა სექტა, სინაგოგის ხელმძღვანელები, მთავრები, აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ღებულობდა იესო ქრისტეს პიროვნებას, მის სწავლებას, სწავლებაში ხედავდნენ შეუსაბამობას, მათ მიერ განმარტებული ძველი აღთქმისა, რასაკვირველია იესო ქრისტე განმარტება იყო არა მარტო სწორი, არამედ კიდევ უფრო გამამდიდრებელი ძველი აღთქმის სწავლებისა, კიდევ უფრო გამაღრმავებელი, მაგრამ მათ სწორედ მათი სულიერი ცხოვრების ესეთი შესუსტების გამო, სულიერი გამოფიტვის გამო, ისინი უკვე გამიწიერებული კაცობრივი აზროვნებით განმარტავდნენ და კაცობრივი იყო მათი, ესე ვთქვათ, სჯულის სწავლება. ამიტომ ამ კაცობრიულ სწავლებას რასაკვირველია იესო ქრისტეს ქადაგებაც და ქმედებაც ეწინააღმდეგებოდა და ფაქტიურად ის ეწინააღმდეგება მათ ავტორიტეტს, მათ უარყოფდა მათ ავტორიტეტს და ესე იგი მათთვის ეს იყო მიუღებელი, ისინი მიუხედავად იმისა, რომ ხედავდნენ ამდენ სასწაულს, ხედავდნენ მის სიბრძნეს, ეძებდნენ მიზეს, რომ კიდევ ერთხელ ხალხის თვალში მის მიერ ნდობა, ასე ვთქვათ, გაექარწყლებინათ და ხალხს ესე იგი ემუქრებოდნენ სასჯელებით. ძალიან მძიმე სასჯელებით. ხალხსაც ეშინოდა, მაგრამ აი, როცა ხედავდნენ ასეთი სასწაულებს, გამოხატავდნენ. თუმცა ელიტარული ფენის წარმომადგენლები მაინც ესე საჯაროდ ერიდებოდნენ. ისიც ყველა არა, ერთი მცირე ნაწილი, რომელიც შინაგანად არ იყო ასე გამიწიერებული, ასე გაუხეშებული, იყო ასეთი ნაწილიც, მაგალითად ნიკოდიმოსი, იოსებ არიმათიელი, ღამით მივიდა ნიკოდიმოსი, რატო? იმიტომ რომ აი საზოგადოებაში არ გამოჩენილიყო, რომ მან ესე იგი მოინახულა იესო ქრისტე. ასე რომ იყვნენ რასაკვირველია ფარისეველთა სექტაში, ელიტარულ ფენაში, მაგრამ ისინი იყვნენ უმცირესობაში და ცდილობდნენ ეს ასეთი აფიშირება ამისი არ მოხდარიყო. და როდესაც იაიროსი მიდის უკვე მაცხოვართან გადაწყვეტს რომ მივიდეს, ეს რასაკვირველია მისი მხრიდან არის შეიძლება ითქვას ესეთი გაბედულება და გამოხატულება იმისა, რომ მან ასე იგი მასში არის პირველის ყოვლისა რასაკვირველია წმენა, რომ ღვთის რჩეული ადამიანი, ისეთი როგორც იესო ქრისტე, რომელსაც მრავალი უკვე სასწაული სულა გადაარჩენს, მომაკვდავ მის 12 წლის ასულს. აქვს ეს რწმენა და აი რა სად ჩანს მისი სასოება. სასოება ჩანს იმაში, რომ მას აქვს მოლოდინი, საერთოდ რწმენა ეს არის დაჯერება იმისა, რომ ღმერთი არსებობს და რომ ღმერთი არის აბსოლუტური ყოვლის მომცველი და აბსოლუტური სრულყოფილების მატარებელი სიკეთე. არსება სიკეთის, აბსოლუტური სიკეთის მქონე არსება. და აი უკვე სასოება არის დაჯერება იმისა, რომ აი ამ
აბსოლუტურ სიკეთეს, აი ამ აბსოლუტურ ასე ვთქვათ სათნოებების მქონე არსებას შეუძლია, არა მარტო შეუძლია, არამედ მისთვისაც არსებობს, ყველა ადამიანისთვის არსებობს იგი, ყველა ადამიანი მისთვის ძვირფასია და რომ ყველა ადამიანმა შეიძლება მიიღოს აი ეს ღვთისგან ეს სიკეთე, სულიერი თუ ხორციელი. აი ამის რწმენა, რომ თვითონ ადამიანსაც შეუძლია ეს მიიღოს და აი ეს არის უკვე როდესაც ადამიანი მოლოდინი უჩნდება მას, რომ თუ იგი მიმართავს უფალს და მის რჩეულ მსახურს, აი სწორედ უფალი ამ ლოცვას შეისმენს და მას აღუსრულებს, ესე ვთქვათ, სათხოვარს. აი ძლიერი რწმენა ის არის, რომ მას უკვე აღარ ახსოვს არაფერი, რაც ვთქვათ, ხელს შეუშლის ამ საქმის განხორციელებაში, იმდენად მისთვის მნიშვნელოვანია შვილის გადარჩენა, რომ რაც არ უნდა თქვან, ვინც როგორც არ უნდა დაძახონ და თუნდაც საშელიც არ უნდა ამის გამო მას დაედოს, ის ამას არაფერს ყურადღებას არ ეცევს, ის მას ერთი მიზანი აქვს, რომ აი შვილი გადაარჩინოს. აი სწორედ ეს რწმენა იმისა, რომ ღმერთს ეს შეუძლია და სასოება იმისა, რომ თუ იგი ითხოვს ამას, ღმერთი თავისი რჩეული ადამიანის ხელით, ამ შემთხვევაში იესო ქრისტეს მიერ ღმერთი ამ სათხოვარს აღუსრულებს მას. და აი იგი მიემართება, მართლაც შეხვდება იესო ქრისტეს, სთხოვს რომ მივიდეს მასთან და იესო ქრისტე თანხდება და იმ მომენტში, როდესაც ის უკვე დააპირებს მასთან ერთად მის სახლში წასვლას, ამ დროს მოხდება მეორე ესეთი ამბავი იმ საზოგადოებაში, რომელიც იესო ქრისტეს გარშემო ყოველთვის მრავალი ადამიანი იკრიბებოდა, როგორც კი გაიგებდნენ მის მოსასმენად, მისგან წყალობის მისაღებად, კურნების მისაღებად და უამრავი ადამიანი იყო, მოციქულებს უჭირდათ ამ ხალხის, ასე ვთქვათ, აი შეჩერება, ყველას უნდოდა ახლოს მისვლა, უბრალოდ ხელის შეხებაც კი და ასე არ იყო ადვილი მოწაფეებისთვის აი ამ ხალხის გაჩერება. და ესე იგი ამ დროს იქ აი ამ ხალხში ტრიალებდა ერთი სნეული ქალბატონი, რომელიც 12 წელი იყო მძიმე ავადმყოფის სისხლმდინარე იყო 12 წელი მისი ესე ვთქვათ აი ეს სნეულება ვერ განიკურნა და თან წერია რომ მთელი თავისი ქონება რაც ჰქონდა მას მან დახარჯა მკურნალებში რომ ეს იგი განეკურნა და საბოლოოდ ვერავინ ვერ უშველა. და აი აქაც არის ეს სწორედ აი პირველი რწმენა იმისა, რომ ღმერთს შეუძლია თავისი რჩეულის ხელით ადამიანის განკურნება, რომ და აი სწორედ ის, რომ იგი მას იმდენად სჯერა ამისა და იმდენად იმედი აქვს, რომ ღმერთს ეს შეუძლია, ანუ სასოება აქვს. ესე იგი, კიდევ ერთხელ გავასხვაოთ, ძლიერი რწმენა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, ეს ერთია, მაგრამ რწმენა იმისა, რომ ღმერთის ძალამ შეიძლება ჩემ სპიროვნებას მოუტანოს აი ეს დიდი წყალობა, დიდი შეწევნა, ეს მომენტი ხშირად ადამიანებში არის ძალიან ესეთი შესუსტებული. ასეთი ფიქრობს ადამიანი, რომ აი მე არა ვარ ღირსი, რომ ვერც მივმართო, მე რამდენად შეისმეს ჩემსას ღმერთი, რამდენად ჩემი ლოცვა ღმერთამდე მივა, რამდენად მე შევძლებ, რომ ვიცხოვრო ისე როგორც ესე იგი
ისეთ ადამიანს ეგება ეკუთვნის რომელიც ღმერთის წყალობას ღებულობს და რამდენად შეუძლებ ამ ასეთი ცხოვრების გაგრძელებას. ამიტომ ხშირად ადამიანები ეკლესიურ ცხოვრებასაც ერიდებიან, იმიტომ რომ ამბობენ რომ აი მე თუ გადავდგა მანავიც, მაშინ მე ძალიან ბევრ რამეზე უარი უნდა ვთქვა და არა ვარ მე მზად ამისთვის და სინამდვილეში აი სწორედ ეს იმიტომ რომ ადამიანი მოემზადოს და იმიტომ რომ გახდეს ღირსი ღმერთთან დაახლოებისა, აი სწორედ მას ამიტომ ჭირდება მას აი ეს ღვთის შეწევნა, ღვთის მადლი და ეს არ ხდება ერთბაშად, ეს წამის ყოფით არ ხდება, ეს ხდება ეტაპობრივად, საფეხურეობრივად და ამიტომ ადამიანი უნდა ცდილობდეს რომ გახდეს ღირსი ღვთის მოწყალებისა და რასაკვირველია ღმერთი ხედავს ადამიანის შესაძლებლობებს და იმაზე მეც არ ითხოვს ადამიანისგან ვინც მას ეს შეუძლია. როცა ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, მისგან ღმერთი ითხოვს მცირეც იმას, რაც მის ძალებშია. და მიუხედავად იმისა, მისი სულიერი მდგომარეობა დაწყებით სტადიაშია თუ უფრო მაღალ საფეხურზეა, თუ ამ ადამიანს ამ მომენტისთვის რაღაცა აწუხებს, მას ისევე აღუსრულებს ღმერთი, როგორც ისეთ პიროვნებას, ვინც შეიძლება ძალიან მრავალი წელია უკვე ღვთის გზაზეა და ძალიან შეიძლება რაღაც დიდ სათნოებებსაც მიაღწია. ამიტომ თხოვნა შეიძლება ნებისმიერ სულიერი მდგომარეობის დროს და არ უნდა გვეშინოდეს, რომ აი ჩვენი ესე იგი დაწყება სულიერი ცხოვრებისა იმის გამო, რომ ჩვენ უძლურნი ვართ, ესე იგი შეუძლებელია ჩვენ ამას ვერასოდეს ვერ მივაღწევთ და ეს აი ესეც სასოებაა, რომ მე უნდა მწამდეს, რომ ღმერთის დახმარებით ბრძანებს ამას ხშირად იმეორებს მაცხოვარი შეუძლებელი კაცთაგან, ის რაც ჩემი ძალებისთვის, ადამიანური ძალებისათვის შეუძლებელია, ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელი არის. ღმერთი გვაძლევს იმ ძალას, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია, მთავარია რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ აი ღვთის დახმარებით ავასრულოთ ჩვენი სულიერი ცხოვრება და აი ამ შემთხვევაში ეს ხალბატონი მას აქვს რწმენა, რასაკვირველია, იმისა, რომ ღმერთს შეუძლია მისი განკურნება და აქვს რწმენა, რომ იესო ქრისტე იმდენად დიდია მისი სულიერი ძალა, რომ მისი სამოსლის კიდეს აი ფოჩებსაც, აი სამოსლის ფოჩებსაც რო შეეხოს, რომ იგი განიკურნება და მართლაც მოხდება ის, რომ ის შეეხება აი ამ სამოსლის ფოჩებს, შესამოსლის ფოჩებს და ის განიკურნება და იმ წუთას იგრძნობს აი ამ განკურნებას და ამავე წამში მაცხოვარი იტყვის, რომ ვინ შემეხო მე. ხო მოწაფეებს გაუკვირდებათ ამ კითხვის მოსმენა, იმიტომ რომ როგორც თქვით, მრავალ ადამიანს უნდა მისვლა, მოწაფეები ძლივს არჩერებენ და შიგადაში შეიძლება ვიღაცები კიდევაც ახერხებენ მასთან შეხებას და ასეთ დროს, როცა ასეთი ხალხმრავლობაა და ყველა ცდილობს შეეხოს, როგორ უნდა გაარჩიო ვინ შეეხო და ვინ არა. და ამას ეუბნება პეტრე, რომ აი შენ ყველა გავიწროებს ჩვენ ისეთ ვიწროვეში ვართ, ყველა ცდილობს შეხებას და ასეთ დროს რა ვიცით ახლა ვინ შეგეხო და ვინ არ შეგეხო, როგორ დავადგინოთ ეს ესეთი კითხვაზე კითხვით პასუხობს და მაცხოვარი ისევ ძალიან კატეგორიულად ამბობს მე ვიგრძენი ჩემგან გასული ძალა და მაინტერესებს ვინ შემახო მე. მაცხოვარი ძალიან კარგად იცის, სანამ შეეხებოდა ეს ქალი სნეული
რომ მას რასნეულება ქონდა, როგორ მოვიდა მანამდე, როგორ შეეხო, როგორ განიკურნა, მაგრამ პირველ რიგში ეს ჭირდება თვითონ ამ ადამიანს. რატომ? იმიტომ რომ მან კი მიიღო ეს კურნება, მაგრამ მან უნდა ირწმუნოს, რომ ეს იესო ქრისტე არის არა მარტო სნეულთა მკურნალი, არამედ გულთა მხილავი, რომ იგი ხედავს ადამიანის შინაგან სამყაროს და რომ მან უნდა აღიაროს ეს ერთის მხრივ იესო ქრისტე, მეორეს მხრივ სისხლდინარე მძიმე სნეულის შეხება სხვა ადამიანთან ის უწმინდურად ითვლებოდა და ნიშნავდა დანაშაულს, უწმინდურის შეხებას ადამიანთან და ამიტომ ეს საჯაროდ ამისი აღიარების ერიდებოდა რომ ეთქვა რომ ეს მან ფარულად გააკეთა, თან გააკეთა ისეთი რამე რაც დანაშაულია და ერიდებოდა, მაგრამ აი აქ არის სწორედ ესე იგი მას ღმერთის წამს აქვს დიდი სასოება, აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რას ნიშნავს დიდი სასოება? დიდი სასოება ნიშნავს, რომ ესე იგი დარწმუნებულია, რომ აი თუ შეეხება, რომ განიკურნება და აი რატომ აქვს ეს დიდი სასოება? დიდი სასოება აქვს, იმიტომ რომ ყველა სხვა რისი იმედიც ჰქონდა დედამიწაზე, ყველა სხვა საშუალება სცადა და არაფერმა არ უშველა. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება იმის შესახებ, რომ აი როცა მაცხოვრე ამბობს, რომ შეუძლებელია ორი ბატონის მონება. ანუ მონება მარტო ის არ არის, რომ თქვათ რაღაცას ემსახურება. მონება არის კიდევ აღიარება შენს, ასე ვთქვათ, მთავარ სიცოცხლის მომნიჭებელის აღიარება, მთავარი შენი, ასე ვთქვათ, სიცოცხლის გამკარგავის აღიარება, შენი, ასე ვთქვათ, შენი ღმერთის აღიარება. შეუძლებელია ახლა შენ სულიერი, ასე ვთქვათ, ძალის იმედიც ჰქონდეს, მატერიალურისაც ჰქონდეს და ორივეს ერთნაირად, ასე ვთქვათ, ორივესგან ერთნაირად ეძებდე შვებას. და აი ეს გაურება ყველა ადამიანში არის მეტნაკლებად სხვადასხვა გზებს ეძებს საშუალად და მათ შორის ერთ-ერთ გზად მიიჩნევს შეიძლება აი ამ სულიერ გზას ღმერთისადმი მივედრება. აი სანამ ეს გზა სულიერი არ არის მთავარი და არ არის ის გზა, რომელსაც ნამდვილად სრულად შეუძლია ადამიანის შველა, მანამდე მაინც ეს სასოება შეიძლება ითქვას, რომ მერყევია ეს სასოება და ირყევა სხვადასხვა აი ფსალმში წერია არა არის კეთილარ სასოება უფლისა მიმართ, ვიდრე სასოება კაცისა მიმართ. ედო კაცის მიმართ სასოება შეიძლება შეირყეს, უბრალოდ კაცმა გიღალატოს, ღმერთი არ გიღალატებს. ამიტომ აი ეს ძლიერი იყო ამ ქალის სასოება, იმიტომ რომ მან ყველა სხვა იმედი ამოწურა და აი მთელი არსებით იმედი დაამყარა ღმერთზე. ანუ იგი სასოებს ღმერთს მთელი არსებით და აი როცა მთელი არსებით ითხოვ, აი მთელი არსებით რო ითხოვ, მოგეცემა რასაც ითხოვ. აი ამ ქალმა მიიღო და აი აქ რა არის კიდე, ესე იგი არის წმენა, რასაკვირველია არის სასოება, დიდი სასოება და არის კიდევ რა. აი რატომ ეს ქალბატონი განაცხადებს თავის თავს. აი აქ არის ბრძოლა. განაცხადოს თავის თავი, საჯაროდ, რომ ნუ გარდა იმისა, რომ ეს ძიმე ავანტყოფია და ეს ინფორმაცია შეიძლება მას არ სურს, რომ ყველასთვის გახდეს, ესე ვთქვათ, ცნობილი, მაგრამ უფრო მთავარი ის არის, რომ მასერიდება, რომ ჯერ საერთოდ უწმინდურად რო ითვლებას ასეთი სნეული, ის არავის არ უნდა შეეხოს და მით უმეტეს ასეთ წმინდა ადამიანს რო ეხება, მხოლოდ იმისთვის, რომ თვითონ, ასე ვთქვათ, მიიღოს კურნება და აი რაღაც ფაქტიურად ჟულის კანონს არღვევს, ხო?
რაღაცა დანაშაულია და არ არის გამორიცხული რამ დანაშაულისთვის სასჯელიც დაედოს და რაღაცა ეს კურნება ძალად რაღაცა ყოველ შემთხვევაში თუ არ დაეკარგება რაღაცა მოაკლდეს და რაღაცა მსხვერპლის საფრთხე არის მაგრამ აი აქ იღვიძებს განცდა იმისა რომ მან რომ მიიღო ეს წყალობა იგი მართალი უნდა იყოს ღვთის წინაშე და რომ მან უნდა განაცხადოს და ის წარსდგება განაცხადებს ყველაფერს და მაცხოვარი ეუბნება ნუ გეშინი ნასულო სარწმუნოება მან შენ მან გაცხოვნა შენ აი ესე იგი ნახეთ პირველი რწმენა იმისა რომ ღმერთი არსებობს და იგი ყოვლის შემძლეა მეორე სასოება რომ მე შემიძლია მივიღო ღმერთისგან ეს ძალა და ამისი ეს ძალიან ძლიერია ჩემში იმიტომ რომ სხვა არაფრის იმედი აღარ მაქვს და ნაყოფი რა არის ნაყოფი არის ესე იგი ეს კურნება მიიღო მაგრამ თავარი ნაყოფი რა არის თავარი ნაყოფი არის ის რომ ის უბრალოდ სულ ხორციელი კურნება ხო მიიღო მაგრამ აი ამ ხორციელი კურნების მიღების შემდგომ მან მიიღო სულიერი კურნება ანუ მისი სული ასე ვთქვათ განიწმინდა მისი სული მან ესეთი სიმართლე აღიარა იგი მან მსხვერპლი გაიღო სასჯელის საფრთხის მიუხედავად მან უფლის წყალობა დააფასა და განაცხადა თავისი დანაშაული და მაცხოვარი ეუბნება სარწმუნოება მას შენ გაცხოვნა შენ აი რა არის ეს მესამე ეს მსხვერპლი ეს ნაბიჯი ეს არის საქმე სიყვარულისა ანუ როფალი ამბობს რომ ვისაც მე უყვარდე ჩემი ცნებები დაიმარხო და რა არის უფლის ცნება თუ არა სიმართლის თქმა რომ ადამიანი არ ცრუობდეს არ მალავდეს რამეს თავის დანაშაულს არ უნდა მალავდეს ადამიანი და უნდა აღიარებდეს როცა ამას მას თხოვენ აღიარებას და აი სწორედ იაკობ მოციქული ამბობს რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია და აი ეს საქმე რასაკვირველია ეს არის სასოება პირველი საქმე როდესაც შენ დარწმუნებული ხარ რომ ღმერთი თუ კი შენ მთელი არსებით ისწრაფვი მისკენ ღმერთი აუცილებლად მოგანიჭებს შენ თავის წყალობას აი ეს დარწმუნება ესე იგი რწმენა არის დაჯერება ღმერთის მისი იდეადის მისი აბსოლუტური სიკეთის არსებობისა ხოლო სასოება არის დაჯერება რომ ეს წყალობა ღვთისა შეიძლება ადამიანმა მიიღოს თუ იგი მთელი არსებით მისკენ ისწრაფვის და მესამე რა არის მესამე არის უკვე სიყვარული აი სიყვარული ჭეშმარიტებისა სიყვარული ღვთისა მადლიერება და რომ შენ გადაწყვეტ რომ შენ უნდა იყო მართალი და შენ თუნდაც ამის გამო მსხვერპლი გაიღო რაღაც დაისაჯო შენ უნდა სიმართლე თქვა და აი ეს არის საქმე სიყვარულისა ამიტომ ფაქტიურად რწმენის საქმე არის სასოებაც და რწმენის საქმე არის სიყვარულიც ღვთის სიყვარული და ღვთის სასოება არის რწმენის საქმენი და აი საქმენი თუ არ არის უფლის სასოება თუ არა გვაქვს აი მაგალითად უძღებმა შვილმა რომ აღიარა თავის გულში რომ ის დამნაშავეა ღვთისა და მამის წინაშე ერთია ამის აღიარება მაგრამ მეორეა ის რომ იგი მან გადაწყვიტა რომ მივიდეს მამასთან და მამა შეიწყალებს ანუ აღიარა მამის სიყვარული ეს შესაძლებლობა და ამის იმედი გაუჩნდა რომ მამა მას აი არის ადამიანები იმედს კარგავენ და ამბობენ რომ არა ჩემგან ვთქვათ მე ვერ ვიცხოვრებ ეკლესიურად მე არ მეპატიება და აი ამ შიშის გამო ადამიანები სულიერ ცხოვრებას ცილდებიან და აი იგივე ხდება იაიროსთან როდესაც იგი
ესე ვთქვათ, ძლიერია მისი რწმენა და ძლიერი სასოება, რომ აი იესო ქრისტე ვერავინ ვერ უშველეს იესო ქრისტეს გარდა და ის ყველაფერს, ესე იგი, გადალახავს ყველა საფრთხეს, ყველა ესე ვთქვათ, მის მიმართ შეიძლება შესაძლებელ სასჯელს და სასჯელის შის დაძლევს და მიდის და აი ამ დროს ესე იგი ეს ამბავი ხდება, ამიტომ იესო ქრისტე აყოვნებს, მოდიან ოჯახის წევრები და ეუბნებიან, რომ შენი ქალიშვილი მოკვდა და ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს. და ამ დროს არის გამოცდა უკვე აი სწორედ სიყვარულის, ანუ ღმერთის სიყვარულის, ჭეშმარიტების სიყვარულის რა, რომ არ უნდა შეორგულდეს ადამიანი და წამდესო, ნუ გეშინიაკ წამდეს და შენი შვილი ცხონდებაო მაცხოვრებლებო და აი აქაც ეს იაიროსი ახერხებს, რომ ეს ბოლომდე დაითმინოს ეს და რწმენა არ დაკარგოს. ანუ მოთმინების ღვაწლი ეს არის ღვაწლი ღვთის სიყვარულისა და აქაც ის ნაბიჯს დგამს უფლისაკენ, ეს უკვე არის სიყვარული და აი ეს სამი სათნოების აღსრულების შემდეგ არის ერთ შემთხვევაში ეს დედაკაცი სისწრაფე არა მარტო ფიზიკურად განიკურნა, სულიერადაც ესე ვთქვათ, გაცოცხლდა და აქ იაიროსის ქალიშვილი მკვეთრით აღადგინა მაცხოვარმა აი ამ სამი სათნოების აღსრულების გამო. ღმერთმა მოგცეს ჩვენს ჭეშმარიტი რწმენა და საქმენი ჭეშმარიტი რწმენისა სასოება და სიყვარული. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასრულოთ. ჩვენთან არს ღმერთი.